მოგესალმებით, თქვენ უყურებთ YouTube არხ მისმინეს, ეს არის გადაცემა ვიკასთან ფილტრის გარეშე. დღეს ყავს განსაკუთრებული სტუმარი, რომელიც ძალიან მიყვარს, ნანკა კალატოზიშვილი, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი მებრძოლი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოგო, ქართული სცენის, პროტესტის, ახლა ნანკა ასე იფარებს ხელებს, ვხედავ, იმიტომ რომ ვიცი რომ არ უყვარს მაინც და მაინც მას რომ აქებენ, მაგრამ არ შემიძლია რო არ ვთქვა რომ ძალიან უხერხული მომენტი. არაჩვეულებრივი არის ის, რასაც შენ აკეთებ პროტესტისთვის, სცენისთვის და ყველაფრისთვის, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდი და დღეს მინდა ვილაპარაკო შენთან, შენს ბრძოლაზე, სცენაზე, დედობაზე, თავისუფლებაზე, ყველაფერზე, რაზეც მოვასწრებ საუბარს 1 საათის განმავლობაში. პირველ რიგში მადლობა რომ აქ ხარ. მადლობა შენ. კი ბატონო. მიყვარს შენ ეს პროექტი. უბრალოდ ყველაზე ძალიან თუ რამე არ მიყვარს ხოლმე გადაცემაში, ეს არის შესავალი. მიღაცა რომ მეც როცა ვიყავი წამყვანი, ვცდილობდი რომ რაღაცნაირად მაქსიმალურად კომფორტულად და სიამოვნება მინჭებინა სტუმრისთვის და რაღაც ისე გამომეცხადებინა, მაგრამ ძალიან უხერხული მომენტია ხოლმე. ჯერ არა უხერხულობას გრძნობ ასეთ დროს, იმიტომ რომ დაახლოებით ხვდები რა შეიძლება იყოს, მაგრამ მართლა გულწრფელად მინდა გითხრა, რომ არ ვართ ხშირად განებივრებულები ადამიანებისგან, შენი სფეროს ადამიანებისგან ასეთ კაფეო პრინციპულ პოზიციას და ნებისმიერი როლი თუ სცენა თუ გატანილი გოლი აზრს კარგავს თუ ადამიანს არ აქვს სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია და ამიტომ მიხდი შენ მადლობას. თითქმის ყოველ დღე ხარ აქციაზე. რა არის შენი мотиваცია? მინდა ამით დავიწყო დღეს ჩვენი საუბარი. ყოველ დღე მიხვიდე იქ, არ არის მარტივი, დღესაც აქციაზე მიდიხარ. რა გამოძრავებს? მამოძრავებს ჩემი ქვეყნის მომავალი, ჩემი შვილის მომავალი. მამოძრავებს სინდისის პატიმრები, რომლებსაც უბრალოდ მგონია რომ ღალატია მათი მიტოვება და არ ვიცი. მამოძრავებს ის რომ იქ დგომით ჯერ კიდევ შემიძლია ვთქვა არა. ეს არის რა. და ეს ყველაფერი არ მგონია სამადლობელი, ეს არის ნორმალური წესით და რიგით. შენი კოლეგები, მსახიობები ყველაზე აქტიური ნაწილი გახდნენ დღეს პროტესტისა. მიუხედავად ამისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ის ადამიანები, ვინც საყვედურს იღებდნენ, რომ სათხართ თქვენ, რატომ არ იღებთ ხმას, მოხდა ისე, რომ ეს ადამიანები ლამის პროტესტის ავანგარდში მოხვდნენ. მე არ ვიცი სიამოვნებს თუ არა ეს ფორმულირება, რომ ხარ პროტესტის ავანგარდში და შეიძლება არ იყოს სასიამოვნო, მაგრამ ასე მომისმენია ბევრისგან, ასე აღიქვამენ თქვენს ბრძოლას. რამ გამოიწვია, როგორ ფიქრობ ეს აქტიურობა და პირდაპირ კითხავ, ეს კითხვა შენ არ გეხება, უფრო შენს კოლეგებს, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ შენ ყოველთვის იყავი ძალიან კაფეოდ გამოთქვამდი ხოლმე შენს მოსაზრებას. ანდრო ჭიჭინაძე რომ არ იყოს დღეს დაპატიმრებული, ეს აქტიურობა ისევ ისეთი იქნებოდა? კი, იმიტომ რომ ძალიან დიდ უსამართლობას შევეჯახეთ. ავანგარდსაც შეეხება, მგონია რომ ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, უბრალოდ მეტნაკლებად ცნობადი სახე ხარ. და უფრო გცნობს ადამიანი და უფრო რაღაც ის არის ავანგარდში არის, არ ვიცი, რუსთაველზე ყველა ადამიანი, ვინც დგას ყოველ დღე აბსოლუტურად, უკვე რა ვიცი, მერვე თვეა და თუ ვინმე არის ავანგარდში, ეს ადამიანები და ჩვენ მათთან ერთად. მაგრამ ხო რა, სახელმწიფოს ჩამოქცევა ალბათ პირველად ესეთი თვალნათლივ პირველად დაინახეს. ალბათ რომ სახელმწიფო რეალურად ჩამოქცევის პირას არის ამ ხელ უსამართლობას და ანდროც რომ არ ყოფილიყო დაჭერილი, დარწმუნებული ვარ რომ ყველა ზუსტად ისევე გააპროტესტებდა, იმიტომ რომ ანდროს გარდა ძალიან ბევრი სინდისის პატიმარია, რომელიც ძალიან უსამართლოდ არის ციხეში. ამიტომ არ ვიცი, უსამართლობამ და სახელმწიფოს ღალატმა გამოიყვანა ხალხი გარეთ. წითელი ხაზი რა იყო შენთვის? როდის გადაიკვეთა ეს წითელი ხაზი? მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ მუდმივად ქონდა პროტესტი და ახლახან გავრცელდა სულ ვირუსულად ვრცელდება შენი ვიდეო, სადაც ნინო შუბლაძესთან ხარ სტუმრად ეთერში და საუბრობ წინა ხელისუფლების დანაშაულებებზე, მაგრამ აი ახლა ყველაზე მკაფიოდ, როდესაც მიხვდი, რომ კარგავთ ქვეყანას, კვდებით როგორც ქვეყანა, აი რა
დროს იგრძენი ეს? გავრილოვის ღამის დროს. ანუ გავრილოვის ღამე იყო ჩემთვის პირველი ნიშანი, ღია ნიშანი, ანუ მანამდე ხა რაღაც აქციებზე გამოდიოდი ოცნების პერიოდშიც, მაგრამ ისე რომ აი სახში აღარ შევსულვარ, იყო გავრილოვის ღამიდან და მან მივხვდი უბრალოდ რომ მივხვდი არა, მანამდეც რაღაცა ტესტებს გავდიოდით რა, აი სადამდე გავვიდოდა და ეს იყო ისეთი ტესტი ქვეყნის, ანუ ამას შეჭამდნენ, არ შეჭამდნენ, სადამდე გვაჭმევდნენ და ყოველ ჯერზე ეს გრძელდება და ყოველ ჯერზე ადამიანებს რაღაცა სხვა რაღაცაზე გადააქვთ ყურადღება და ყოველ ჯერზე ადამიანებს აჩერებენ, ხო, იქნება ეს რუსული ფრენა, გავრილოვი, ეხლა რაც ხდება დღევანდელ დღეს როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ან გულგრილი, ან ვერ ხვდებოდეს საერთოდ რა ხდება, იმიტომ რომ დღეს არის, ანუ სახელმწიფოს მართლა დაკარგვის საშიშროებამდე რუსეთთან მიერთების ეს არის ალბათ მთავარი წითელი ხაზი და თან რის როგორ სამართლობის ფონზე და თვითონ რუსებიც აი მართლა იძახდნენ რომ ჩვენთან 10 წლის განმავლობაში აი მეთოდურად ნელ-ნელა ესე გვაპარებდნენ ეს ყველაფერი თქვენთან მოხდა 3 თვეში ანუ ესეთ ანუ თვითონ რუსებიც შოკში არიან რომ ესეთი რამე მართლა ძალიან უცნაური არისო რა ადამიანების გულგრილობა გაღიზიანებს ამ ფონზე პირდაპირ რომ მითხრა ეს იწვევს შენში გაღიზიანებას ვიცი რა გაღიზიანებასაც იწვევს და უბრალოდ ან ჩემთვის ეგ ტრაგედია აი რეალური ტრაგედია იმიტომ რომ ადამიანებს აი ზუსტად გემართება რომ რა აზრია თეატრსაც ხო ესე აღვიქვავდი მე ყოველთვის რომ რაღაცა რეანიმაცია სადაც ადამიანს რაღაც ადამიანური უნდა გააღვიძო დაუბრუნო გაახსენო რომ ადამიანია უბრალოდ დღეს თეატრმა გადაინაცვლა ქუჩაში და რაზეც შეიძლება თეატრში სცენიდან გელაპარაკო ის ხდება ქუჩაში და დღეს არის რაღაც ცოცხალი მაგალითები ის რომ ცოცხლა ანუ მე პირადად უნდა განახო სოლიდარობა, მე პირადად უნდა განახო გვერდში დგომა, მე პირადად უნდა განახო ერთგულება, რომ ეს ყველაფერი ცოცხალია და არა სცენიდან თქვათ რა, მიუხედავად ისე რომ სცენას ძალიან დიდი ძალა აქვს, მაგრამ დღეს აი მართლა არ ვიცი, აი ესეთ გულგრილ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს რაზე შეიძლება ველაპარაკო, ძალიან მიჭირს. როგორ ფიქრობ, რა იწვევს ამ გულგრილობას? რატომ ვერ შეეხო ამ ადამიანებს არ ვიცი ის რაც ხდება ქვეყანაში ძალიან მეც მგონია რომ ცოტა რაღაცნაირი მეთოდურად მივედით აქამდე იმიტომ რომ რამდენი რაღაცა უცებ ბრაზი იწყება სულ ნულიდან ეს ვერ ამოვხსენი ვერასდროს იმიტომ რომ თქვა და არ მჭირდება გავრილოვის ღამიდან თავიდან გავბრაზდე და თავიდან ვაღიარო რომ შეცდომებს უშვებენ დანაშაულებს შადიან და ასე შემდეგ ბრაზი იწყება სულ ნულიდან და ათვლა იწყება სულ ნულიდან და ხო რა ეს რაღაცნაირად ბრაზი არასდროს ბოლომდე რო არ მივიდა და რისთვისაც გავიდა ეს ადამიანები არასდროს ბოლომდე ერთადერთი იყო როცა რუსული კანონს დაახევინეს და თავის ემოცია აჩვენეს ადამიანებმა და აი ეს რაღაცნაირად ბიძინას აქვს რაღაც ინტერვიუში ნათქვამი რომ ეს უნდა დაახარჯინო და ზუსტად ეს ხდებოდა ანუ რაღაც ბრაზს დაგაცლებდნენ მე როცა ყურადღებას გადაგატანინებდნენ მე როცა რაღაცა მოხდებოდა ხო აი როგორ შეიძლება ადამიანები ენდონ კაი მე არ მოწონარ მაგრამ აი შოვის ტრაგედიის დროს ანუ გადარჩენილ ადამიანებს თავდასხმას რო ხედავ სახელმწიფო პირისგან რაშზე შეიძლება საერთოდ ვილაპარაკოთ ტყუილს რომ ურცელებდნენ მათი პროპაგანდისტებიც ვიღაცა ჟღარკავა და ვიღაცები რო წერდნენ რაღაც საშინელებებს ანუ ადამიანებზე აბრალებდნენ ტყუილს აი ამ ხელა ტრაგედიის მერე მის მაგივრად რომ გამოიძიონ მის მაგივრად რომ პასუხი აგონ რატო არ ყავს საერთოდ სამაშველო ვერტფრენი ხო და ასე შემდეგ ანუ ადამიანებმა ჯერ ნიკა მემანიშვილზე გადაატანინეს ყურადღება მე კიდე რაღაცას გადაეტანინეს ყურადღება და ბოლოს თავდასხმა დაიწყეს გადარჩენილ ადამიანებზე აი ამის მე რაზე შეიძლება ამ ხალხთან საერთოდ ლაპარაკი აი აქ მაინც როგორ ვერ მიხვდნენ იქ ხო არ იყო რაღაც პარტიული ინტერესები ხო ადამიანები ძლივს გადარჩნენ და იმაძეც კი თავდასხმა გაბედეს ამიტომ არ ვიცი ნანკა შენ წეღან ახსენე რომ არ მიიჩნევ რომ თქვენი სფეროს ადამიანები არიან მაინც და მაინც პროტესტის ავანგარდში მაგრამ გაქვს განცდა იმისა რომ თქვენი სფეროს წარმომადგენლებმა განსაკუთრებით თქვენმა თეატრმა ყველაზე მეტი გაიღო ამ პროტესტის ფონზე ყველაზე დიდი მსხვერპლი რა შეიძლება იყოს ხო მსახიობისთვის როცა ის არ დგას სცენაზე ხო და ვიცი რა დოიც პროფესიულ მსხვერპლს საუბრობ აქ და არა მაგალითად
დაკავებულ ადამიანებზე ალბათ ამას ყველაფერი ვერ შეედრება. რეალურად ეს არის ან ყველაზე ძალიან მსახიობს, რა თქმა უნდა, თავის პროფესია უყვარს, ხო? ანუ ადამიანებს არ გულისხმობ. და რეალურად გართმევენ სიცოცხლეს. მაგრამ დოისაც ეს ქონდა, რომ ანუ თავარი მისთვის იყო, რომ ადამიანებში გაეცოცხლებინა ეს სოლიდარობის შეგრძნება თეატრიდან რო წავიდა, დაფაზე ზუსტად ეს დაწერა, რომ დიდი მადლობა ამ სოლიდარობისთვის ყველას. მოახერხა მან ეს, როგორ ფიქრობ? იცი რა, მე მგონია, რომ არის რაღაც ფაქტები, რაც ისტორიას დარჩება და ეს აუცილებლად დატოვებს კვალს. და დოის ესეთი სოლიდარობა და თეატრის მსახიობების ყველასი, რომელიც გამოყვა ამ ბრძოლაში, რაღაცა შეიძლება პროტესტში არ იდგა ქუჩაში, ან იდგა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ყველა ერთიანი იყო ამ ბრძოლაში და ეს ძალიან ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. იყო და აღარ არის, ანუ მიიჩნევ, რომ რაღაც ეტაპი დასრულდა ბრძოლის, შენი სფეროს ადამიანების, შენი კოლეგების, იმიტომ რომ თითქოს მათი ნაწილი არ ჩანს ახლა, რაღაც ასეთი აღქმა არის, თუ ისინი არიან მაინც რუსთაველის გამზირზე. ყოველთვის არიან რუსთაველის გამზირზე. ნუ ერთადერთი ანუ რაც მესმის, რომ რაღაცა იმდენი იმხელა დოზით ვიყავით რაღაც დონეზე, რომ უბრალოდ ცდილობენ რომ აქტიურად უკვე ყოველ წამს ისინი არ ჩანდნენ ეკრანზე და სულ ინტერვიუს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი დგას. მაგრამ არიან რუსთაველზე. კი, არიან რუსთაველზე, ჭიჭინაძის კუთხეზე გამოიარეთ. და მეც რომ დაუბრუნდათ, რას ნიშნავს მსახიობისთვის დარჩა სცენის გარეშე? ან სიცოცხლე, ან ჩათვალე რომ რაღაცნაირად ნახევრად ცოცხალი აღარ ხარ, იმიტომ რომ მართლა ყველაზე ძალიან, აი როგორ არ ვიცი როგორ ნახავ, ყველაზე ძალიან რაც გიყვარს, იმიტომ რომ ახლა რეალურად მით უმეტეს თეატრში და ჩვენს თეატრში ჩვენ ხო ფაქტია რომ არ ხარ რაღაცა ისეთ მაღალი ჰონორარზე არ მუშაობ და ენთუზიაზმი მაინც გინდა თუ არ გინდა მაინც ენთუზიაზმი გამოდის იმ შრომის ფასად თქვა რას აფასურსაც იღებ. იმიტომ რომ ძალიან გიყვარს და გიღირს ყველაფრად ამის კეთება. და ამის მიღმა დარჩენა, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია, მაგრამ არის მომენტები, როცა უბრალოდ მართლა ცოცხალი მაგალითების დრო არის. მე ესე აღვიქვა ყოველ შემთხვევაში. დოის უნდა სცოდნო და ეს რას ნიშნავს მსახიობისთვის სცენის გარეშე ცხოვრება ყოფნა და მაინც მან თქვა, რომ ჩვენ არ ვითამაშებთ სანამ ანდრო ჭიჭინაძე არ გათავისუფლდება. ეს იყო თუ არა სწორი პოზიცია, როგორ ფიქრობ და შეიძლება თუ არა ითქვას, რომ თვითონვე გახდა მისი ნათქვამის, არ ვიცი, მსხვერპლი. თვითონ ამ ნათქვამმა ყველაფერი უკვე განსაზღვრა, რომ თქვენ არ დაბრუნდებოდით სცენაზე დიდხანს. თუ არ გეგონათ, რომ ანდროს პატიმრობა ამდენ ხანს გაგრძელდებოდა? ალბათ ეგეც არის, იმიტომ რომ იცი რა, შენ როცა არ ხარ ესეთ ბინძური ბოროტი, მაინც ალბათ რაღაცა ოპტიმიზმის ნაპერწკალი გაქვს და ადამიანებში ფიქრობ, რომ სადღაც იქნება არსებობდეს სამართალი. იცი რა, ჩვენ ეს შეხვედრებიც ჰქონდა და განხილვებიც ჰქონდა ამ თემების, მაგრამ იმდენად მტკივნეული იყო დოისთვის ის ფაქტი, რომ უბრალოდ უდანაშაულად არის მისი მსახიობი. იმდენად აი დინარაძე გამოვიდა და თავდებში ჩაუდგები უცებ იძახის ანდროზე და 2000 ხელოვანის ხელმოწერა ქონდა დოის, რომლებიც თავდებში უდგებოდნენ ანდროს და ქვეყანაში სადაც არავის პატივს არ სცემენ, ამ სფეროს პატივს არ სცემენ და უცებ დინარაძე გამოდის და გადაწყვიტა რომ მისი თავდები და მისი ავტორიტეტი არის მთავარი, იმ ქვეყანაში მართლა რაზე უნდა ვილაპარაკოთ არ ვიცი. ამიტომ დოის გაშვება არ გაშვება სულ რომ გვემუშავა, აი ესე სპექტაკლები რო ყოფილიყო, თორე რეალურად ხა ჩვენ ესე რომ დათვალო, დოის გაშვებამდე 2 თვე იყო რა, ხო, რაც ესე არ გვიმუშავია 2 თვის იანვრის ბოლომდე ბილეთები გაყიდული იყო და მაყურებელმა ეს არ დააბრუნა.
და მეტიც ითხოვდნენ, რომ აბონემენტები გაყიდეთ, რომ პროტესტში რამდენი ხანიც იქნებით, რაღაცნაირად ხელი შეგიწყოთ, მაგრამ ამას მე ვერ გავაკეთებობდა. მაინც რაღაცას მოიფიქრებდნენ და გააკეთებდნენ, იმიტომ რომ არ აპატიებდნენ ამ სოლიდარობას. აი დარწმუნებული ვარ, გაიხსნებოდა, არ გაიხსნებოდა, იმიტომ რომ ახლა რეალურად 4 და კიდე ერთი სპექტაკლი ეშვებოდა, ხო? და მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი დაეთანხმა მას ამ პოზიციაში და ეს არ იყო ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება დოის მხრიდან, ასეთი იყო უმრავლესობის მოსაზრება, რომ არავის არ ქონდა არც სურვილი თამაშის და ის იყო ერთგვარი პროტესტის ფორმა და მე ვიტყოდი, რომ სოლიდარობის ყველაზე, არ ვიცი, მკაფიო გამოვლინება თქვენ სფეროში დაპატიმრებული მსახიობის მიმართ. და ძალიან ფასეული იყო ეს სოლიდარობა. არ ვიცი, მართლა დასის ყველა წევრს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ამ სოლიდარობისთვის. და მე მგონია, რომ ყველას არ შეუძლია ეს. ხო, არ შეუძლია, შეიძლება ვიღაცებს აი როგორ გითხრა, ერთ უკრაინელს ველაპარაკებდი, უკრაინის ომი რო დაიწყო მაშინ და აი შიშველი ხელებით რო ტანკს აჩერებდნენ და იბრძოდნენ და არ ვიცი და ეს ბიჭი ნერვიულობდა, დედა ჩემი არის იქ და არ მოდიშო აქო და მეთქი რა მაგრები ხართ და მეც არ მეგონაო. ესეთიც არ მეგონაო. აი ზუსტად ეგ დაემართა, ეგ შეგრძნება მაქვს ახალ თეატრზე. რომ ალბათ ისე დაალაგდა, რომ რაღაცები იმდენის გაღება შეძლეს ადამიანებმა, რაც ალბათ თვითონ ვერც წარმოედგინათ რაღაცნაირად თავის დროზე. სხვადასხვა მეც მაქვს ეს შეგრძნება ძალიან ბევრ ჩვენს საერთო მეგობარზე, თანამოქალაქეზე. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ძალიან ჩუმად აკვირდებოდნენ პროცესებს, დიდად არ გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს. დღეს ისეთ პროტესტში არიან, რომ ვერ მივალ ახლოს მათთან. მაშინ სად იყავ რაღაცა კითხვები რო აქვს ხოლმე და დღესად ხარ ეგ არის მთავარი რა. აი დღესად ხარ რასაკეთებ, იმიტომ რომ წარსულ დროსთან ერთად არსებობს აწმყო და მომავალი. დღეს რასაკეთებ? აი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ეს არის ჩემთვის. მსახიობებმა აკეთეთ თქვენი საქმე პოლიტიკაში ნუერები თუ სულ გვესმის ხოლმე და ვინც ამას ამბობს, აი გეღიმება უკვე, ვინც ასე ფიქრობს, იმას რას ეტყოდი? აი მართლა არ ვიცი, სულ ხსნიერ პოლიტიკა არის ყველაფერი. პოლიტიკა შემეხო ყველგან და ყველაფერში და კიდევ უფრო შეგვეხება. ამიტომ მსახიობი პოლიტიკაში ნუერები ამ ლოგიკით ვერ ხვდები, აი ჩვეულებრივ, მე ხო მოქალაქე ვარ, მსახიობი ხო არა რაღაც მსახიობი. ვარ ჩვეულებრივ მოქალაქე, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელი. ის ამას ვინც იძახის, თვლის რომ რაღაცას უნდა წარმოადგენდეს ისეც თვითონაც, რომ ხმის ამოღების უფლება მიეცეს, არ აქვს გაპროტესტების უფლება, იმიტომ რას უნდა წარმოადგენდე, რომ ხმა მოიღო. ერთადერთი რასაც უნდა წარმოადგენდე, უნდა იყო მოქალაქე. რა მნიშვნელობა აქვს ხომ დამლაგებელი ვიქნები, მსახიობი, ჟურნალისტი თუ ვიღაცა. მე ხო პოლიტოლოგი არ ვარ და მე ვიცავ ჩემს უფლებებს. როგორც მოქალაქე, როგორც ნანკა. აქ პროფესია აღარ არსებობს, აქ საერთოდ წაშლილია ყველანაირი ზღვარი და პოლიტიკა აკეთეს შენი საქმე, ზუსტად ჩემს საქმეს ვაკეთებ, ოღონდ გარეთ. იმაზე რომ სცენიდან უნდა გელაპარაკო და ამაზე ბევრი გველაპარაკე და სპექტაკლები დადგმულა ხო, აი მაკბეტი არ დამავიწყდება, არასდროს დოიმ რო დადგმა მაკბეტი წლების წინ, აი ამ სათქმელით იყო ყველა უმეტესი სპექტაკლი რა, თუნდაც ახლა რაც ხდებოდა ჩვენს თეატრში და უბრალოდ იმედენად შემოიჭრა პოლიტიკა ჩვენს ცხოვრებაში, რომ სხვა გზა არ დაგიტოვა, ქუჩის იქით გზა არ დატოვა. და თან თეატრი ხომ და თეატრი და ყველაზე საუკეთესო პროდუქტი არის ზუსტად ეპოქის გამოძახილი ადამიანების და მაყურებლების გამოფხიზლების თუ ყოფის გადმოტანის, სცენაზე გადმოტანის მცდელობა. სხვადასხვა დოის როცა აი ხო ვინც გაიხსნენ, ჩვენი მეგობრები ხო გაიხსნენ ვიღაცები და სცენაზე ხო ავიდნენ, თამაშობენ და ძალიან გაუჭირდათ. მართლა. იმიტომ რომ იმდენად ძლიერია გარეთ რაც ხდება და ამ პროტესტიდან უცებ სცენაზე ასვლა,
რაღაცნაირად ძალიან უცნაური შეგრძნება არის, ისე მიხსნიდნენ რა. როდესაც საუბრობდით თამაშზე, შეჩერებაზე, დოიმ თქვა, რომ არ არის ადამიანი, ანდროზე თქვა, არ არის ადამიანი და როგორ ვითამაშოთო და ისეთი გულწრფელი იყო და ისე მივხვდი, რა შეიძლება გრძნობდეს რეჟისორი, რომელსაც აღარ ყავს დასში მსახიობი, რომელიც არაფრის გამო იხდის სასჯელს და როგორ წარმოუდგენიათ? ხო, აი ანდროს შეცვლა. აი ხო, სხვა არ ვიცი, ვიღაცა შეიძლება შეეცვალა. აი აქ ხო მორალთან მივდივართ. ეხლა ჩვენ გვედავებიან ადამიანები, რომლებიც აი რიჟვაძე სცადა თვითმკვლელობა და მეორე დღეს ადამიანი წაშალეს Facebook-დან. ფოტოები, საერთო ფოტოები წაშალეს, ხო? აბუდაბიში თუ სადღაც იყო ადამიანი წასული, ვიღაცა მისმა მეგობარმა დაიცვა იდეაში. ეხლა მე რა თქმა უნდა, ლაშა სხვა არის ვიყავი კონფლიქტში, მაგრამ რა მნიშვნელობა გაქვს ადამიანმა ის კაცი დაიცვა, თებში ისროლა, ჩამოვიდნენ და ის კაცი უარყვეს, არ ვიცნობთო იმას. ანუ ესეთი ადამიანებს ეხლა მე როგორ აუხსნა, ან დოიმ როგორ აუხსნას, რომ ანდროს უბრალოდ მე ვერ შევცვლი კი არა. არ არის ესეთი ადამიანი, რომელიც მორალს გადააბიჯებს და ძალიან წყნარად ადგება და შევა მის როლზე. ანუ ეს ხო წარმოუდგენელი ანუ არ ვიცი, ვერ ითამაშებ. როცა იცი რომ აქ უნდა იყოს ანდრო. ნამდვილად. და ამ ადამიანებს არც მეგობრობა შეუძლიათ, არც ერთგულება შეუძლიათ, მართლა ერთ დღეში წირავენ ერთმანეთს. კაცი ყავდათ, არ ვიცი, რა ვიცი, თვალის ჩაპაჭონებაზე თუ რაღაცაზე მთელი მილიონობით ლაიქები და რაღაცა ქონდათ და მეორე დღეს გახდა მოღალატე. ანუ რიჟვაძის მაგალითი, ეს ისეთი ისე ანუ მიუხედავად იმისა, რომ მე ვთვლი, რომ ჯანმრთელობას უსურებ, ვთვლი, რომ სასამართლოში აუცილებლად უნდა ესეთი ადამიანები მოხვდნენ და დღეს ზუსტად ძალიან მინდა რომ გადარჩეს და კარგად იყოს ჯანმრთელობის მხრივ, მაგრამ ის ადამიანი წაშალეს ერთ დღეში თავის ცხოვრებიდან. უარყვეს. და იმად არ ესმით, რომ რატომ არ წაშალეთ თქვენ ანდრო. ხო და მე რატო არ წავშალე ანდრო არ ესმით. მიუხედავად იმისა, რომ მარტო ანდროზე არის, რატო არ წავშალე ის ძალიან ბევრი უცნობი ადამიანი ჩემთვის და რატო ვიბრძვი სრულად უცხო ადამიანისთვის, რომელიც არის ციხეში, რომელიც უცხო აღარ არის უკვე ჩემია. ჩემიანია. მე მისიანი ვარ, ერთმანეთის იმედი გვაქვს. რატო გვაქვს ერთმანეთის იმედი სრულად უცხო ადამიანს? როგორ აუხსნა? როგორ ერთ დღეში ღალატობენ ერთმანეთს? შლიან და უარყოფენ. აი ეს ადამიანებს მე რა უნდა აუხსნა? როგორ უნდა გავაგებინო? ნამდვილად ძალიან რთულია. დღეს რა ხდება ქართულ თეატრში? კრიზისი არის თუ განახლება, როგორ ფიქრობ? დღეს არ ვიცი რა ხდება ქართულ თეატრში, იმიტომ რომ მე ისეთ მდგომარეობა აქვს, რომ სამწუხაროდ სხვების სპექტაკლებზეც ვერ დავდივარ. ანუ საერთოდ ვერსად ვერ დავდივარ. რაღაცნაირად ხო, აი ვერ დავდივარ. მოაყურებლის პოზიციაში ყოფნაც კი გიჭირს? ჯერჯერობით კი. და გიფიქრია რომ სცენაზე რომ დაბრუნდები, შენც არ დაგემართოს აი ეს გაუცხოება თამაშის, გარდასახვის მიმართ, სცენის მიმართ, როგორცაც გეუბნებიან შენი კოლეგები, რომ რაღაცა არ ვიცი, უცხოდ იგრძნეს თავი და გაუჭირდათ ამ ამპლუაში დაბრუნება. მე არ ვიცი, როდის დავბრუნდები სცენაზე. ახალი თეატრის სცენაზე ზუსტად ვიცი არ დავბრუნდები. იმიტომ რომ მე მაგ თეატრში დოის გარეშე არ დავბრუნდები. და დაახლოებით ხო წარმოგიდგენია რას ნიშნავს ეს მსახიობისთვის, რომელიც ამბობს ახალგაზრდა წარმატებული მსახიობისთვის ლამას აღარ ვიტყვი, რომელიც ამბობს რომ არ ვიცი როდის დავბრუნდები სცენაზე. მეტად ქალისთვის ძალიან ფასეულია დრო მსახიობი ქალისთვის. მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანს მე მგონია რომ დღეს ვერაფერს ვერ გავაკეთებ სცენიდანაც კი. რაც შეეხება იმ თეატრს, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ერთადერთი იყო დოიაშვილი, სადაც მე არ მინდოდა შტატიანი მსახიობობა არასდროს. თავისუფალი, სადაც მე პატიჟებოდნი ვთამაშობდი და ასე შემდეგ. ერთადერთი იყო დოი, რომელთანაც უპრობლემოდ და პირიქით სიხარულით აღმოჩნდი და ამ თეატრთან ცხოვრება ჩემი დაიწყო დოისთან ერთად. ამიტომ მე ამ თეატრის სცენაზე ვერ შევდგავ ფეხს, ვითომ არაფერი არ მოხდა. ვერ გავაგრძელებ ცხოვრებას, ვითომ არაფერი არ მოხდა და ვერავისთან ვერ ვითანამშრომლებ, ვითომ არაფერი არ მოხდა.
თანამშრომლობაც პრობლემა, ანუ იმ კოლეგებთან, რომელიც რეჟიმს უჭერენ ხარს. არა, კოლეგებთან არ გულისხმობ. ვიღაცა ხო მოვა როდესაც ამ თეატრში. ხო, მაგრამ მოვა ის, ვინც რეჟიმს უჭერს ხარს. აუცილებლად. სულ რო არ უჭერდეს და მოვიდეს, მე ამ თეატრში დოის გარეშე ჩემ თავს ვერ ვხედავ. იმიტომ რომ და თან მგონია რომ ადამიანმა როცა ამდენი გაიღო როგორ შეიძლება ეს ცალმხრივი იყოს? გარდა ამისა, რომ როგორ შეიძლება ეს ცალმხრივი იყოს, უბრალოდ ყველაფერი დოის მახსენებს ამ თეატრში. მე მგონია, რომ მან მოახერხა დოიმ და თქვენმა დასმა მოახერხა, რომ ზოგადად შეცვალა ხელოვანის როლი ამ რეჟიმის პირობებში. მე ეს განცდა მაქვს, ამაზე რას მეტყვი? და მე მგონია, რომ ძალიან მაგარი იყო манифестები. ძალიან. იმიტომ რომ ვითომ რაღაცას რომ ეს პროპაგანდისტები რომ აი გიждები რომ თან ჩვენი აზრი არ აინტერესებს, თან ბუსტავენ ჩვენზე პოსტებს, თან რაღაცა, თან მე არ უყურებ, მაგრამ მოყოლით ხო ვიცი რომ და ხან შენ ხან დოი ხან სულ რაღაცა პროგრამაში ხართ, ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ისინი უფრო ცხოვრობენ ჩემით, ვედრე მე მათით და აი სულ რაღაცნაირად ქილიკობდნენ თურმე აი იმაზე და ამაზე და რეალობა ის არის რომ მაინც შენზე ლაპარაკობენ და ესე იგი საქმეს აკეთებ. манифესტი იყო ძალიან ძალიან მაგარი. და მნიშვნელოვანი და რაც თეატრს ამ ქვეყანაში დიდი ხანია ეს რაღაცა არ უქნია. ქართულ კულტურას დღეს აქვს ძალა, რომ წინააღმდეგეს რეჟიმს მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად აი მოთვინიერების და დამორჩილების მცდელობისა კულტურის. ყველას აქვს ძალა. თუ გაიაზრებს რომ აღუდგეს აბსოლუტურად ყველას. ყველა 100 დღე იყო, უნდა ჩვენი მეგობრებიც ჩვენთან ერთად გაფიცულები. და რა გითხრათ ახლა სამეფო უბნის თეატრი იქნება, ღია სივრცე, ჭოლა, ეს ხო ძალიან ძიმე პროცესი იყო, ხო, განსაკუთრებით აი ღია სივრცე, საერთოდ და ჭოლა, აი ახალ გახსნილი იყო ჭოლა, ღია სივრცეც დამოკიდებულია, ანუ თქვა რაღაც თვითგადარჩენაზე იყო, ხო? და ესეც უნდა ყოფილიყო სოლიდარობის მაგალითი და ის ბიზნესები აი დღეს, რომლებსაც ესე თვითონ თავისუფალი გარემო რო ჰქონდათ და პრობლემები აქვთ, ერთი კვირა მაინც ყველა რო გაფიცულიყო, 100 დღეზეც არ არის საუბარი. ერთი კვირა რო სოლიდარობა გამოეჩინათ, მე მგონია რომ სრულიად სხვა და სოლიდარობა ჩვენს მიმართ კი არა, საკუთარი ცხოვრების მიმართ რა, საკუთარი მომავლის მიმართ. ჩვენზე არ იყო, ჩვენ უბრალოდ გვინდოდა რომ ეს მაგალითი ყოფილიყო სოლიდარობის ერთმანეთის სფერო იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სულ ამას ვიძახი, რომ აი როდესაც ჭიათურაში ესე ექცევიან ადამიანებს და ყველა მშრომელი ადამიანი გაიფიცება, ყველას ხო ვერ შეცვლი, ვერ ჩაანაცვლებ რა. ან როცა გზას აგებენ ადამიანები და 3 თუ 6 თვე ხელფას არიღებენ და ყველა მუშა გაიფიცება, ყველა გზის დამგები გაიფიცება. ანუ ეს ნუ პროფკავშირები არ არის, მაგრამ როცა ეს იქნება ერთიანი ფრონტი, მაშინ გამოვა და ის ერთი კვირა მაინც რო გაფიცულიყო, 1 საათით კი არა, ერთი კვირა ქვეყანა რო გაეჩერებინათ, მე მგონია რომ აბსოლუტურად სხვა ვითარება იქნებოდა დღეს. და ის კოლეგები, რომლებიც რეჟიმს უჭერენ ხარს, მათთან გააქვს ურთიერთობა? არა, რაზე უნდა ველაპარაკო? აი, რაზე უნდა ველაპარაკო, ვერ ხვდები. მეგობრებიც დაკარგენ ანკა? რეჟიმის მოყვარული ამ ესეთი კოლეგები არც მყოლია, ერთადერთი ადამიანია, რომელთანაც მაქვს შეხება, რომელიც ვიცი რომ გიждდება წულუკიანზე, თეაზე, მაგრამ ვიცი რა არის რატო უყვარს? რა უყვარს მასში? აი რომ ველაპარაკე, თეატრალურშიც ერთად ვსწავლობდით, სერიალებში ერთად ვიღებთ მონაწილეობას და ანუ ზუსტად საერთოდ არ მეთანხმება. ეს არ ვეთანხმები, მაგრამ ანუ არასდროს არ შემოსულა და არასდროს არ დაუპოსტავს, არც საკებარი იმათი, არც სალანძღავი აქეთ ამ ხარეს, მაგრამ და ზუსტად ვიცი რომ ძალიან დიდ პატივს სცემს და უყვარს თეა წულუკიანი, მაგრამ ვიცი რა, რაღაც მომიყვა ის ურთიერთობა, როგორიც აქვს და რის გამოც თქვათ უყვარს თეა. ხო რა არის რაღაცები, რაზეც ჯობია არ ვეკამათო ადამიანს, რომელიც მიყვარს, იმიტომ რომ
არ იტყუება თანამაში. კოცებთან მეგობრობა შეგიძლია? მათთან, არ ვიცი, გართობა, არაპოლიტიკურ ხალხთან ზოგი მიიჩნევს, რომ ისინიც კოცები არიან. რა თვეა, საერთოდ ვერ მეგობრის დაბადების დღეს 1 საათით მივედი, მე წავედი აქციაზე. დიდი ამბავია ხოლმე Facebook-ზე, აი მაგალითად დაბადების დღეებს bis მილოცვა, ქართული ოცნების წევრებისთვის. ისეთ დაძაბული მდგომარეობა, მე მესმის შეიძლება ვიღაცა მეგობრობდეს, მაგრამ ხო შეიძლება, იმიტომ ისინი ხო ძალიან ბევრი პირადში შეიძლება ულოცავდეს ერთმანეთს. ანუ იმისთვის, რისთვის კეთდება ეს ღიად? ანუ შეგიძლია ეს გააკეთო პირადში, ხო? აი ცოტა რას გავს, იცი? აი სახლში ვიღაცას უნდა, თქვა და რაღაც რუსულ სიმღერას უსმენს, მაგრამ როგორც კი ეს ბარებში იქნება ჩართული და გარეთ არის გამოტანილი, ეს უკვე რაღაცა სახელმწიფო პოზიციას ემსგავსება რა, რომ შენ უკვე ღიად გაქვს ეს ყველაფერი რა. შენ სახლში როცა ის გააკეთე, მოგწონს ნუ აღიზიანებს ხვებს. არა, ანუ გარეთ გაფიქსირებული პოზიცია უკვე არის ღია, აი ყველგან რუსული სიმღერა რო არის ჩართული, ეს სახელმწიფო პოზიციაა, რომ შენთვის თან ეს მოსულა. ხო, მაგრამ აი მე რომ მიულოცო ვიღაცამ, არ ვიცი, კოც მეგობარს ჩემსას დაბადების დღეს, ხო არ არის სახელმწიფო პოზიცია, ჩემი ვიკაპუკიას პოზიცია. ანუ გააჩნია ვინ ხარ ალბათ და აი გაღიზიანებ სავარაუდოდ რა, როდესაც რაღაცნაირად ებრძვი ამ რეჟიმს და ზუსტად იმ ადამიანებს რომლებიც ამ რეჟიმს ხელს უწყობენ, მარტივად გითხრა. ადამიანებს საერორებთ ალბათ რა. შენ არიზამდი ამას? არ ულოცავ ხოლმე ვინმე? მე არ მყავს ეგეთი კოცი მეგობრები რა. რატო ეშინია ხელისუფლებას არტისტების, როგორ ფიქრობ? ყოველთვის ასე იყო. აი რა საუკუნოვანი ტრადიცია აქვს მსახიობებს მეფეების დროსაც და რაღაც ხო ყოველთვის ყველგან მასხარაც რასაკეთებდა ხო რეალურად სიმართლეს იძახდა ყოველთვის. ხო და ხო რა სიმართლეს იძახი რა. სარკე ხარ რაღაცნაირად და ამასთან როგორ იძახი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი შენ ახსენე ყვები როგორც ქვეყანა თუნდაც. ან აი და ის გადავცურა ზღვას ხო საერთოდ სხვა დატვირთვა მიუხედავად იმისა რომ ამ სათქმელზე იყო მაინც კიდევ უფრო კონკრეტული გახდა მანიფესტის დროს ხო იმიტომ რომ ძალიან შეგიძლია შეეხო ადამიანს და დააფიქრო კითხვები დაასმევინო საკუთარ თავთან და ალბათ ეგ არის რა არის რაიმე როლი რომელიც გენატრება ყველა მაშა მენატრება თოლიედან ძალიან პეტრე ფონკანტიც ძალიან კარინიც ყველა როლი მენატრება რატომ ხო გქონია რომ გესიზმრება ხოლმე რომ ხარ სცენაზე თამაშობ არ ვიცი თუ ვადრამატიზირებ ძალიან იმიტომ რომ მსახიობისთვის სცენის გარეშე ყოფნა მგონია რომ დიდი ამბავია სულ მომისმენია ხოლმე უფრო ჭარმაგი მსახიობებისგან მე ხო კულტურის სფეროს ჟურნალისტი ვიყავი და აი ეს ცნობილი ფრაზა რა ის სცენის მტვერს რომ აისუნთქავ მე იქ იწამლები და ყველაფერი სხვანაირად ხდება და ის სამუდამო არის და ასე ეს მესმოდა სულ და უცებ დადგა პერიოდი, როდესაც ადამიანებმა უარი თქვეს საკუთარ პროფესიაზე. ამიტომ მგონია რომ სიზმრებში ხედავთ ხოლმე როგორ თამაშობთ. აი ამ კვდები კი არა მანიფესტის რეპეტიციები რა გქონდა სცენას მართლა ტიროდა ხალხი. დარბაზში ვინც უყურებდით ამ რეპეტიციას და ასე შემდეგ რომ აი აქამდე მიგვიყვანეს რომ სხვა გზა არ დატოვეს უბრალოდ და მაგაში ვართ ქუჩაში ეგ ხდება წარსულზე მინდა გელაპარაკო ძალიან შეიცვალა შენი ცხოვრება პოლიტიკურმა გარემოებებმა ძალიან შეცვალა შენი ცხოვრება შენ იყავი ხოლმე როგორც მახსოვს რაღაცა თბილისური არ ვიცი ტუსოვკების ნაწილი ახლა საერთოდ არაფერი არ არის მსგავსიც კი შენს ცხოვრებაში. სულ რუსთაველის გამზირზე ხარ. აქედანაც რო და მე მგონია რომ სუსისთვის უინტერესო ვარ თქვა, იმიტომ რომ აი ეს ალბათ არც ერთხელ ორჯერ შეიძლება გამოყვეს ვიღაც ან მოგისმენ. ან ძალიან უინტერესო პერსონაჟი ვარ მათთვის, იმიტომ რომ არა აქცია სახლი რაღაც აქციას ან თუმცა აქციაზე ყოფი ადამიანები პირიქით ძალიან საინტერესოები არიან, მაგრამ როგორი იყო წარსულში ნანკა კალატოზიშვილი გაიხსენე შენი რამოდენმე წლის წინ შენი ცხოვრება
ხო და მე მაგეთო ვიძახდი იმ დღეს დავწერე კიდეც რომ ან არ ვიცი ვინ რის გამოგლეჯვას აპირებს, მაგრამ მე ვაპირებ რომ ოცნებას ჩემი ცხოვრება გამოგლიჯო. მე მინდა დავიბრუნო ჩემი ცხოვრება და ამიტომ ვინსაც რა უნდა ის გამოგლიჯოს და მე ჩემი ცხოვრების გამოგლიჯოთ ვარ დაკავებული და ხო რა ეგ როგორი იყო შენი ცხოვრება რის გამოგლეჯვასაც აპირებ? პირველ რიგში მინდა რომ ჩემს შვილს დაუბრუნდეს ის ამ დროს ვეღარ დაუბრუნებ რომელიც ეს 8 თვე განსაკუთრებით და სკოლაში ყველ არ ვიცი მართლა დიდი მადლობა მინდა მასწავლებლებს და ყველა აი ლოგოს ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავხადო წელს ისე შევიდნენ ჩემს მდგომარეობაში იმიტომ რომ მართლა 8 თვე გარეთ ვარ და ისეთი ძალიან დავაკლდი წელს დანის მართლა ძალიან დავაკლდი და სადღაც რო იაზრებ რომ მისი მომავლისთვის იბრძვი მაგრამ რაღაცნაირად დავაკლდი ეს შეიძლება დანის რაღაცნაირ აკადემიურ სწავლებასაც დაეთყო ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ მართლა ყველა მასწავლებელი დამრიგებელი აი ძალიან შევიდნენ ჩემს მდგომარეობაში და მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ დანის ემოციური მდგომარეობაც ყოფილიყო უფრო ისეთი ანუ არ იყვნენ ძალიან კრიტიკულები და დიდი მადლობა მათ ამისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია. შენ როგორი დედა ხარ? შენი შულთან ურთიერთობა მინდა დაახასიათო, აი რაღაც ჰელიკოპტერი დედა ხარ, რომელიც ბავშვთან სულ დაასტრიალებს თავს, ღელავს, აკონტროლებს თუ უფრო რაღაცა საგარეო დედა, რომელსაც მისი შვილი ყავს მიბარებული, არ ვიცი, დედასთან, ბებიასთან და ასე შემდეგ. ხა ჩემ პროფესიიდან გამომდინარე დღეს რაღაც მადლობების დღე მაქვს მე მგონი. ხა დედა ჩემი რომ გვერდზე არ მყოლოდა, ალბათ მე უბრალოდ ვერ ძალიან ფსიქოლოგიურად ანუ ძიძავს ვერ წარმოვიდგენდი, იმიტომ რომ მგონია რომ ოღონდ ძალიან კარგია ძიძების არსებობა. უბრალოდ იმდენად მენტალურად მინდოდა და რაღაცა ფსიქოლოგია მინდოდა რომ ძალიან ჩემი შენი ფრთის ქვეშ ყოფილიყო. ხო, იმიტომ რომ ანუ ძალიან ბევრ რაღაცას ადამიანი იკიდებს გარემოდან გამომდინარე ხა ხო ყოფილა მაგალითად შემთხვევები როცა ბაღიდან არ დამავიწყდება სიგიჟე არასდროს ბრუნდება 3 წლის დანი და რაღაცა ამაყიარი რომ ვიღაცა დაჩაგრა იქ ყველამ ერთად. იმიტომ რომ ვიღაც ბიჭი თამაშობდა თოჯინით თუ რაღაცა და ყველა სამი ანუ წარმოიდგინე არ ვიცი მეს და აი ეს ამას შეამაღეთ რომ ყვებოდა უცებ მივხვდით რომ ანუ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სად რამდენი ხანი ვისთან იქნება და ნუ ეს საჯარო ბაღში ხდებოდა არა ნუ რა თქმა უნდა იქ იმხელა ლექცია წავიკითხე რომ არ ვიცი და თან ჯერ პირველი იყო რომ ვინ გეკითხებოდით ითამაშებს სხვა და მეთქი ანუ ყველაფერი ვაკეთოთ ისე როგორც მე მინდა შენ ცხოვრება საერთოდ მოდი ყველაფერს გაგაკეთებინებ ისე როგორც მე მინდა მოგეწონება არა ხო და ვინ გეკითხება ის თოჯინით ითამაშებს მანქანით ითამაშებს ანუ რას ნიშნავს და ან ზოგადად მასოვკობა რა არის ანუ ყველა მქნა და მეც ვქენი და ნუ აი სულ ცდილობ რომ ეს აუხსნა ადამიანს რომ შეიძლება საერთოდ არ გეთანხმებოდეს ძალიან ბევრი ადამიანი მაგრამ იმიტომ რომ ყველა ამას აკეთებს არ არის კარგი ახლა. ბავშვებში ეს მოსულა აქ თავარია, როგორი რეაქცია გვექნება და ვასწავლოთ ბავშვებს, რომ ეს არასწორია. დანი ეხლა მე თვალყურს ვადავნებ ხოლმე დანის აქციებზე. ვეებერთელა გახდა ამასობაში. რამდენი წლის არის? 12 წლის არის, ხო? მაშოზე 1 წლით პატარაა, 13 წლის არის მაშო მახსოვს და როგორი არის დანი და როგორ აღიქვამს უკვე დიდი ბიჭია და როგორ აღიქვამს აი ამ შენს ბრძოლას, აი ამ ყველაფერს რაც ხდება ქვეყანაში, აი ბავშვებსაც როგორ ანუ ნუ დანის ურეკავდნენ წარმოიდგინეთ ბავშვთან რო არეკინებ რა მორალის ხალხზე ვლაპარაკობთ რა მე რა ვთხარი დანი მეთქი რა არ შეეშინდეს იმიტომ ხა ჩვენს რამდენიმე მეგობარს ბავშვმა უპასუხა და ამასაც ერთხელ დაეჭირა რა და მე ეგრევე გათიშა და მე რაღაცა ჩემმა შვილმაც უპასუხა ერთ-ერთ ტიტუშკას ან თუ რამე დამიშლია შენთვის აი თქვა რაღაც სუციტყვებს ნოიძახია ეს აი ხო არის ხანდახან გინდა რომ რაღაცა კრივის ენერგია დახარჯა თუ გაგეპარა აიღე და რაღაც აი თუ რამე ტაბუ გქონია
შეგიძლია დაიცალო, მანდ. აი და ის თან არც ინერვიულო თქო. მე გავუთიშე, ან შეგიძლია კიდევ უფრო მწარდებიან ეგეთი ხალხი, მეთქი იგნორს, გადადე. მე მიდი და რა კიდე გადადე. იმიტომ რომ ადამიანები ეს ხო ტროლების, ბოტების, საერთოდ ყველა ეს რაღაცნაირი ზიზღიცავსი ადამიანები იგნორზე მეტად არაფერზე არ ფრასდებიან. აი რა არ არის შენთვის ფასები. და ყველაზე მთავარი რა გინდა რომ ასწავლა შენ შვილს? თავის თავს არ უღალატოს. თავარი ეს არის ადამიანში, რომ შენ თავს არ უღალატო, იმიტომ რომ ნუ ხო რა, ხა თუ სინდისი გაქვს, ყველაზე მტკივნეულია, რომ არ იყო პირველ რიგში საკუთარ თავს არ უღალატო, საკუთარ პრინციპებს არ უღალატო. ეთქოს შევედგე სახში მართლა ჩართული ამ ყველაფერში. ძილის წინ მაკითხებს, ესე იგი, World Military არის Facebook-ზე ჯგუფი, რომელთანაც ვიძინებ და ვიღვიძებ და ნუ არ ვიცი, მოკლედ ეს page რო არ იყოს მართლა ცხოვრება მინდა ისეთი, რომ სადღაც წიგნს გადავშლი და წავიკითხავ და არა, აი ამ page-ზე შევალ და დავიწყებ კითხვას ვინ რა გააკეთა და ძილის წინ თხოვს, რომ ნიუსები წავიკითხო ამ page-დან, მასაც. ჩართული ერთხელ შევედი და ძალიან ცრემლიანი თვალებით მხვდებოდა რა გჭირს და იცინანკა, რომ ჩვენ რაღაც ადგილზე იყო ჩვენი ჯარიო და ეხლა ჩამოქვეითდაო. სამხებმა გაგვისწრესო და რა ხდებაო საერთოდ სვა ინტერესებს როგორი თვითმფრინავები გვაქვს რა გვაქვს საერთოდ რა ანუ ხალხი აბაო მის გინდას რომ ცნობის მოყვარეა ან ეს ძალიან აინტერესებს ბერლინში მარტო იმიტომ წავედით რომ რაღაც მეორე მსოფლიო ომით იყო გატაცებული და უნდა რომ ენახა იქ რაღაცა ძალიან მაგარი ბიჭია არ ვიცი ჰიტლერის ხო მე ვკითხე ხო დანი ჰიტლერი მოგწონს თუ გაინტერესებს ეგ ეპოქა ძალიან დიდი სხვაობა არა, ნუ ნერვიულობ, მაინტერესებს. და შეცდომა არის, შეცდომა, რომელიც შენს აღზრდაში დაუშვეს და არ გინდა რომ გაიმეორო. გახსენდება ასეთი რამე? არა, იმიტომ რომ მე მგონია რომ ზუსტად იმ აღზრდის შედეგი ვარ და მე არ ვთვლი რომ რაღაცა ძალიან თავისუფლებაში გამზარდეს და რაც მთავარია, ყველაზე ძალიან რაც მომწონთ დედაჩემში არის ის რომ შეცდომები მოსულა იყო რა. და სულ ამას უხსნით, დანის რაღაც ის რო თქვა რომ ეშინია რომ აი ხა არ გამომივიდეს ან ნუ გამოგივა. თუ ძალიან გინდა შეება მე-10-მდეც არ გამოგივა. სადღაც გამოგივა. თუ არ გინდა, ესე იგი არ გამოგივა და არ გაინტერესებს და განცდაც ნუ გექნება. და რაც თავარი ნუ ეჯიბრები ვიღაცას. იმიტომ რომ მე სულ მქონდა რომ მე ჩემ თავს უნდა შევეჯიბრო. ან ვიღაცას კი არ უნდა ბაჭი, ვიღაცა თუ შენზე უკეთესია, იმიტომ რომ სულ ბავშვობაში ხედავდი ხოლმე ამ მდგომარეობას, ეხაც ვიღაცებს ხედავ ამას, რომ ვიღაცა რო გჯობია, რატოღაც იმის ზიზღი იწყება, რომ ან აი სილამაზეც აი ლამაზ ქალებს რო ლანძღავენ ხოლმე გიჟდები, რაღაცებს რო უწერენ, გაკეთებული ის ეს აი ის უშლით ნერვებს. ის კი არა რომ ანუ თუ თვლი რომ რაღაცით გჯობია, ესე იგი რაღაც უნარი აქვს უკეთესი, ანუ მეტი იმუშავა და რა მოდი შენ თავს აჯობე, რომელსაც დღეს რაღაცა არ გამოსდის და ის გააკეთე უკეთესად, ანუ იმას ნუ ეჯიბრე. და გაქვს განცდა რომ თაობას ჯენზის მაგალითად უკეთ გამოდეს რაღაც რაც უფრო მეტად ვიდრე ჩვენ თაობას გამოსდის, ანუ რა გშურს ყველაზე მეტად ამ თაობაში? იცი რა ხო შეიძლება ცხარტები და ესეთ კრიტიკული აზროვნება. თუმცა მე ძალიან მიყვარს ჩვენი თაობა. მე ყველა თაობა მიყვარს და ის რო აი ერთ პერიოდის სვაი ჯენზის ბრძოლას ვიძახთ ეს ხო რეალურად საიდან ხდება ჩემ საქმაში რომ გიხარია რომ ამ თაობაშიც ეს არსებობს რეალურად იმიტომ რომ ამ თაობაში რეალურად შენს თაობას რო არ ებრძოლა იმის წინა თაობას რო არ ებრძოლა იმის იქით რო არ ებრძოლა ხო დღეს რუსთაველზე დგანან ადამიანები რომლებიც 9 აპრილსაც ქუჩაში იდგნენ აი ის თაობა დგას ძალიან ან ამდენი წლის მერეც არ მომკვდარა მასში ამ ბრძოლის ჟინი და დგას და ამიტომ ვიღაცამ დავიღალეს რომ იძახის ხოლმე ან წარმოვიდგენ რომ 9 აპრილს რო იდგა დღეს ასაკში რო ეს ადამიანი და კიდე ქუჩაში დგას მე დავიღალე როგორ უნდა ვთქვა არ ვიცი მივხვდით ისე რომ არ არის ხო მარტივი ხო და იმ ხალხს რო არ ებრძოლა იმის იქით რო არ ებრძოლა ანუ ამ ბრძოლამ და ვიღაცამ რო არ დათმო მოიტანა ის რომ დღეს ჯენზის აქვს ბრძოლის უნარი დღეს ჯენზიმ რო არ იბრძოლოს მომავალი თაობა ვეღარ იბრძოლებს ამიტომ რომ ჩვენც ხო ისიც ხო ვიღაცის წინა თაობა იქნება რომელზეც ილაპარაკებენ რომელიც სამაგალითო იქნება მათი ბრძოლა ხო აი დღეს სინდისის პატიმრები ხო აი
რა თაობა არის 19 ხო ამას გეუბნები რა ანუ ისინი ყოველთვის შემდეგი თაობებისთვის ვიცი იქნება სამაგალითოები როგორც ჩემთვის იყო 9 აპრილს მებრძოლი 78 წელს მებრძოლი ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა როგორც ჩვენი თაობა თქვა ვიღაცისთვის იყო მაგალითი რომ გამოვიდა ხა აქციაზე მართლა ეგეთი რამე ცხოვრებაში პირველად გავიგე ადამიანი მოვიდა თქვენს პოსტებზე გავიზარდე ის კარო სპექტაკლები მაქვს ნანახი ანახან თქვენს პოსტებზე გავიზარდე და ანუ რაღაცნაირად ალბათ მე დამეთანხმა ისე გაიზარდა და მე ისიც აქციაზე გამოვიდა ძალიან უყვარხარ ჩემ შვილებს აქ ყველაზე დიდი კომპლიმენტია ჩემთვის პატარა თაობაში იმიტომ რომ რაღაცა მგონია რომ ესე იგი შენი ესმით დანის მამაზე მინდა გკითხო მეგობრობთ ძალიან როგორც ვიცი და რამდენად მნიშვნელოვანი არის თქვენი მეგობრობა დანისთვის ძალიან დიდი მედი მაქვს რომ ძალიან იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენ არ გვაქვს მეგობრებსაც არ ვეძახით ახლა ჩვენ ვიძახთ რომ ვართ ოჯახის წევრები ხა ოჯახის წევრია დედაც და მამაც არ არის აუცილებელი ერთად ცხოვრობენ ანუ დანის მამა დანის დედა და ერთი საერთო შვილი ყავს და რეალურად ოჯახის წევრები ვართ რა ნათესავები დანის მამა და შენ ხართ მეგობრები და ოჯახის წევრები ხო როგორც ამბობ და სხვათა შორის ხშირად არ ხდება ასე რომ ყოფილ ქმარს ეძახი ოჯახის წევრს გააჩნია ყოფილსაც ალბათ არა ყველაფერს შეთანხმებით ერთმანეთს პოლიტიკურ ამბავში დანის აღზრდის საკითხებში რაღაცებში შეიძლება არა ნუ შეიძლება იმას ქონდეს რომ ცოტა უფრო მოდუნდი გითხრას რაღაც ამბავი მაგრამ ნუ რეალურად ერთმანეთს რა თქმა უნდა ვუთანხმებთ ველაპარაკებით და მიიჩნევთ ოჯახის წევრებად ერთმანეთს და კი ნამდვილად რატო გაშორდით ნანკა ასე ზუსტად აი ესე რომ ესეც კარგ ძალიან ცუდი კითხვა დავსვი მაგრამ ნუ რა ვიცი ხო არ რაღაცები ისე გეკითხებიან მე მგონია რომ ეს არ არის თლად კორექტული აი რატო გაშორდი რატო არა ჩვენ შვილს რატო არ თხოვდები აი მაგ კითხვების კატეგორიაში შედის მაგრამ ხო და არა ჩვენ უბრალოდ ტრანსფორმაცია განვიცადეთ და არ გავშორდით ხო ფაქტია ანუ დავრჩით მეგობრებად ვართ ოჯახის წევრები მაგრამ არა ხართ ცოლ-ქმარი ხო მე რა ვერ გეტყვი რომ რაღაცნაირად მე მგონი მოქმედ ქმარზე ვეკითხები ხო არა კარგი ანუ ანუ აი ხო გეუბნები რაღაცა ფასეულობი სადღაც ავწდით უბრალოდ ერთად არ ცხოვრობთ არა ავწდით ერთმანეთს რაღაც ფასეულობებში და ტრანსფორმაცია განვიცადეთ და ნუ ქალის და მამაკაცის ფორმა ამ ურთიერთობამ დაკარგა და არის მეგობრული ნათესავი არც და ოჯახური ესე და ოჯახის წევრი ანუ ახლა მამა დანის ასე ვლაპარაკობ და გიждებ დედამისზე დაზე და საერთოდ ყველა მის ნათესავზე და ანუ არ გვაქვს აი სახლშიც აი მართლა ხარ რომ მოდის რა გინდა კედო არ არის რა ხო იცი სად რა არის ახალი სერიოზული ურთიერთობებისთვის არ ხარ ბზარ არ ძალიან მემაგიშტვის გეზარება შენს მე პროტესტის ფონზე ჯერ ახლა კოცები ყავს ჩამასანგრევი აი ხო რა მე უკვე კაცმა არის მე ხო მე დაგეგმილი ეგ როგორ უნდა იყოს არ ვიცი ახლა ვარ ძალიან მემაგიშტვის ხო გეუბნები მე ყველაფერზე უარი გვაქვს ნათქვამი თქვენი სხვაგანია ხო ადამიანები პირად ცხოვრებაზეც ამბობენ უარს იმიტომ რომ ახალი ურთიერთობები რო წამოიწყო უნდა სადღაც იარო რაღაცა გააკეთო პარალელურად გარდა იმისა რომ იხავლო ბანერით ხელში რუსთაველის გამზირზე თუმცა იქაც გავიგე რომ იქაც შესანიშნავი ურთიერთობების არა რეალურად თუ ვინმესთან ურთიერთობა უნდა დაიწყო რუსთავზე ისეთი კარგი ხალხია რომ იმის იქით ჯობია არც გაიხედო ამიტომ რომ უკვე გასაგებია რა მენტალობით რა აზროვნებით ანუ იმის იქით ანუ რუსთავზე თუ ვინმე შეიძლება მოგეწონოს ყველაზე კარგი ხალხი იქ დგას და იდგა მანამდეც ათასობით როცა იყო ამიტომ ისე მან თუ დაიწყებ ურთიერთობას უბრალოდ არავის ამის არც არის არცი ნანკა ეხა მინდა აბსოლუტურად გადავიდე სულ სხვა თემაზე ნებისმიერი გამოკითხვა როცა ტარდება Facebook-ზე ან სადმე სხვაგან ხალხს როცა ეკითხებიან ვინ არის ყველაზე ლამაზი სამი ქალი ან სამი გოგო ნანკა კალატოზიშვილი არის ყოველთვის ამ სამეულში აუცილებლად რას ნიშნავს ეს ლამაზი ქალი შენთვის
ეგ გამოკითხვა არ ვიცი. ცოტა ის არის. მე მგონია რომ აი რა, სამეო. არ მიგაჩნია შენი თავი, არც პრობლემა არ მგონია, რომ აუცილებლად ლამაზი უნდა იყოს ყველა თუ რაღაცა, არ ვიცი. მე მგონია რომ უბრალოდ ვიღაცებს ადამიანურად მოვწონვარ, რაღაცა. და ელამაზები? არ ქონია? კი, მქონია, სხვათა შორის ერთ-ერთმა ჩემმა სტუმარმა და ვერაფრით ვერ ვიხსენებ, ვინ მითხრა ასეთი რამე. აი, სულ ვფიქრობ, პოლიტპატიმრები ასე რატომ მოგწონს, როგორ ყველა რაღაცნაირი ლამაზი არისო, ყველა როგორ საუბრობსო და მე მივხვდიო, რომ გმირობა არისო სილამაზეო, ბრძოლა არისო სილამაზე, თავისუფლებისთვის ბრძოლა, პრინციპულობა, ეს ყველაფერი ადამიანს ალამაზებსო. ხო, არ ვიცი, ეს ფორმულირებაც არ მოგწონს, რომ შეიძლება ვიღაცას მოწონდეს შენი ბრძოლა თავისუფლების შენი სამოქალაქო პოზიცია და ელამაზება. აი, ხმამაღალი სიტყვები მაშინებს ხარ. ნანკა, რა თუნდა ახლა ამას ბევრი აქეთ-იქით მარჩიელობა. აი, არაფერს არ ნიშნავს ეგ შენთვის. ბრძოლის გაბოთ თუ მოწონ ხარ, ეგ ძალიან მომწონს, მაგრამ და იქ რომ მე ბავშვობაში ძალიან ვერთობოდი ხოლმე ვიღაცებს რო ადარებენ და მე თვითონ რო ჩხუბობენ არა ეს და აბა ის რას გავს და აბა ეს და რაღაცა და ყველაზე ძალიან მეცნება ხოლმე რაღაცნაირად თუნდათ ხოლმე რომ ვითომ გაწყენინონ და უცებ წერენ რომ აი როგორ დაბერდი და ეს სიბერ და რაღაცა და მან ხვდები რა პრობლემები აქვს ადამიანებს იმიტომ რომ სიბერის ისე ეშინიათ ეთყობა თვითონ მგონია რომ ეს არის დამამცირებელი და ახლა რა თუნდა ამას ორი აზრი რომ ადამიანი ბერდება ძალიან ბუნებრივი ჩვეულებრივი მოვლენა და ბერდება კი არა მეცაც გეტყვით კვდება რადგან ფინალი არსებობს რა და ამას მან ხვდები ამხელა პრობლემები აქვს თვითონ რეალურად ადამიანი ხო აი ვერ ვიტან ხოლმე კიდევ ვიღაცა აწყობილიას რო უწერენ და რო ლანძღავენ ანუ და შენ რა ну მან გონია ხოლმე რომ თვითონ რაც აწუხებთ რა პრობლემაც აქვს ну აი რა ვიცი დაუბერდი და რა ხდება ახლა ну ოკეი გავიდი სიბერის შიში ალბათ სიბერის ფობია და გაჭერენ ამაზე როგორც სისუსტეზე შენ არ გეშინია სიბერის იცი რა რაც გარდაუვალი იმის რატომ ამეშინოდეს ვერ ხვდები ანუ აი და რა ვქნა ახლა არ დაუბერდები და ზოგადად ეს რაღაცა კომენტარები შენზე მოქმედებს არასოდეს და რა საქმე უნდა შევიდა რომ მიხვდნენ რომ არ მოქმედებს არ ვიცი და ეს მე ხომ ანუ სულ ვან გავსყვები მართლა წლები ამას ყვები და სარეაბილიტაციო ცენტრი ვით არის ეხლა ბოლო პერიოდში უბრალოდ აი ამ ლანძღვა გინებას ნუ რაღაცნაირად ვიყენებ როგორც ალგორითმი ვერ ხვდება ხომ იქ მაგინებენ თუ არ მაგინებენ და ნახვებს უმატებენ და მე რო ბლოკავ ხომ ერთიან ვამუშავებ რა და ყოველთვის ასე აღიქვამდი საკუთარ თავს რომ იმას და მაინც ის რომ შენ ლამაზი ხარ ეს არაფერს არ ნიშნავს შენთვის ლამაზი ვიკა ხა ეს არის ძალიან უხერხული ამაზე ლაპარაკი ეგ არის ну უბრალოდ რაღაცნაირად ვიღაცას ვესიმპათიურები როგორც ადამიანი ამას ვიღებ ყველა ასაკში ასეთ აღიქვამდი შენ თავს ყოველთვის ვიყავი ობიექტური თინეიჯერი რო იყავი არ გეგონა შენი თავი ლამაზი არანაირად ხალხო ანუ ეს მე ვარ ობიექტური ადამიანი და მგონია რომ ადამიანი როგორიც ანუ მე მიღებული მაქვს ჩემი თავი როგორიც ვარ ანუ მე ძალიან ვიცი ჩემი ნაკლიც პლუსიც ასე შემდეგ და ასე შემდეგ და არ ვცდილობ რომ ვიყო რაღაცნაირად ასაგზე უფრო პატარა გამოვჩდე ან რაღაცნაირად გავიახალ მე მგონია რომ გამოვიყურებ ზუსტად ისე რა ასაკშიც ვარ და ეს ამაში ცუდი არაფერი არ არის რომ ვარ 46 წლის ნუ რა არის ამაში ცუდი ვერ გავიგე. არ გამოიყურები ისე როგორი ასაკიც გაქვს. ხო და აი ბევრად ნაკლები პროცედურები. კი ბატონო, თუ ჯერ არ მინდა ქაჩავიქით 50-მდე იქნებ მივახციო და მე დავიც. თუ არ დავაგვიანე ძალიან. ანუ არაფრის წინააღმდეგი არ ვარ, რასაც აი ისტორიულად რა ან ნატურალიზმი და ან რაღაც ანუ რაც ადამიანს აბედნიერებს ანუ ყველაფრის მომხრევა რა, ოღონდ ადამიანი იყოს ბედნიერი, მაგრამ ხოთა შორს არ იცვლები, გულისხმობ რომ სტილიც არ იცვლება, ერთნაირი სტილი გაქვს, სულ ასეთი მახსოვ ხარ. ხო და იმიტომ გონიათ რომ არ ვიცვლები რა, რაღაცნაირად სტილი არ მეცვლება დიდად რა. ნანკა ახლა დადგა საჩუქრების
დრო და ჟამი. გიყვარს საჩუქრები? კი. PSP-მ ჩემმა საყვარელმა PSP-მ შენ გამოგიგზავნა. აქ რაღაცები ყრია, მაგრამ მე ერთზე მინდა რომ გავამახვილო ყურადღება. ეს არის სტიკი, მზისგან დამცავი სტიკი. ჯერ ერთი ძალიან პრაქტიკულია ამის გამოყენება, იმიტომ რომ მე თავადაც ვიყენებ. სახლიდან გასვლის წინ 15 წუთით ადრე არ გიწევს რაღაცა საცხების გაკეთება. ან რო არ გჭირდება ხელი და ასე შემდეგ ძალიან კომფორტული. კი. და თან ეს არის ვეგანური ბრენდი, რაც ნიშნავს რომ არ იტესტება ცხოველებზე, 50%-იანი მზისგან დაცვა აქვს. საერთოდ რეკლამას რო ვაკეთებ ვარ ცოტა არაორგანული, მაგრამ როდესაც მიჭირავს პროდუქტი, რომელიც ზუსტად ვიცი რომ მოგეწონება ნანკა, აი ეს ის შემთხვევა არის, ეს არის მზისგან დამცავი სტიკი, Village 11. კორეული კოსმეტიკა გიყვარს? ძალიან მიყვარს და ამ ბოლო პერიოდში მარტო კორეულ კოსმეტიკაზე ვარ გადასული. ბოლო პერიოდში მე 2 წელია და სხდაშის PSP-ში არის Village 11, მიზონი და მიშა, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს. ძალიან კარგი და რა კარგია მისი მზისგან დამცავი და ზუსტად ამის ყიდვას ვაპირებდი. რაც ყველაზე მთავარია, ამ სტიკს კონკრეტულად აქვს ცოტა დამფარავი, ყოველ შემთხვევაში მე რო გამოვიყენე, შევამჩნიე, რომ კანს მატივით ედება. ერთგვაროვანს ხდის, არის ძალიან კარგი დამატენიანებელი ფუნქცია აქვს და რა თქმა უნდა მზისგან დაცვა. შენ ისე გამოიყურები, ერთი ნაუჭი არ გაქვს. ამის გარშე არ გავდი. მართლა? და ამიტომ ძალიან მიხარია, ასე რომ რეკომენდაციასაც უწევ, როგორც მოვხდი. მეც ვუწევ რეკომენდაციას და აი კიდე ერთხელ ვამბობ, როდესაც რაღაცას ძალიან კარგი ტონერები აქვს სახის სხვათა შორის ამ ბრენდს. ძალიან მიხარია, რომ ესე მოგწონს PSP-სგან გამოგზავნილი ჩვენი საჩუქარი, აქ კიდევ რაღაცებს აღმოაჩენ. კორეული რა და გააკეთეს. კი, მე მგონი იციან ალბათ. შენი სისტემები. ნახავენ, მიხვდებიან, რომ ძირითადად კორეულს ხედავთ. ეს ბრენდი იყენებს მხოლოდ მცენარეულ პროდუქტებს და აი ეს შენ ჩემგან საჩუქარი. შესწავლილი. ეს ბრენდი მადლობა. მართლა. მე მგონი შენ უფრო მეტს მეტყვი ამ ბრენდზე. მე მიყვარს. სანამ ვიყიდი ჯერ ვსწავლობ რა შედის რა ხდება ძალიან მნიშვნელოვანია ინგრედიენტები ამ ბრენდის ტონერების სახით ტონერები აუცილებლად PSP-ს ვთხოვ რომ გამომიგზავნოს ამ ბრენდის ტონერები ერთ-ერთი საუკეთესო ტონერები აქვს რა კარგია მოკლედ მადლობა PSP-ს რომ გვანებივრებს საინტერესო საჩუქრებით მადლობელი აი ეს ხმა რამდენ სახისიანებს მითხარით და ძალიან მიყვარს საფხული და ვერ ვიტან წერებს და კოღოებს ყველაფერი მემკაბეს პატარა რო ვიყავი იმდენ რამის მისვამდა ხოლმე ტანზე რო კოღოს არ ეკბინა ჩემთვის კოღოებთან ერთად ადამიანებიც გარგოდნენ და რანერი სუნი ქონდა რაზე ისეთი წამლის ასმას რომელიც კოღოსაც მოკლავს და ადამიანსაც საფხულში ისედაც ცხელა და კიდე რაღაცას რო იზილავ და იწებები Pure Essentials ჯადოქრებმა მოიგონეს აი ასეთი სპრეი. ისეთი კაი სუნი აქვს. კოღოს საწინააღმდეგო და საერთოდ მწერების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც კოღოებს აფრთხობს და ჩვენ ღებულობ სიამოვნებას ამ არომატისგან. 100%-ით ბუნებრივი ეთერზეთებია. იტნა, ლავანდა, ჩაის ხე, ციტრონელა, რაღაცნაირი ციტრონელა. ესედაც გამოდგება რა. არ შეიცავს ქიმიას. წებოვნება არ აქვს და არახებ ცხიმიანი, უსაფრთხო კანისთვის. ვეგანური პროდუქტი. არ იტესტება ცხოველებზე. აი სახეზე არ მოგხვდეს და რამე, აი არაფერით შეხედეთ. აი სახეზე შეგიძლიათ შეისილოთ ესე. უსაფრთხო და იმიტომ. დიდი მადლობა Pure Essentials და მადლობა PSP-ს. ეხლა უნდა შევეხო ისეთ საკითხს, რომლის გამოც შენ ბოდიში მოგიხდია და ეს არის სიცრუის დეტექტორი და მე არასოდეს არ დამავიწყდება. კესარია რომ მოკლეს სასტიკად. მას მერე შენ დაწერე პოსტი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს სტატუსი იცი. კიდევ ერთი ნანკა კალატოზიშვილი აღმოვაჩინე, რომელსაც შეუძლია ამ ტიპის მონანიება, ამ ტიპის ახსარება და ამის შესახებ მინდა გკითხო. ანუ მართლა ნერვიულობ იმ პერიოდზე, აი ამ სიცრუის დეტექტორის დეტექტორში როცა მუშაობდი. ამ გადაცემაში იმ გადაცემის მერე მოუხადე მე ბოდიში კესარიას და ძალიან მალე დავიწყეთ მეგობრობა.
აი ძალიან მალე რაღაც ივენთებს აწყობდა იქ მიდიოდი, მე და კიდევ ქონა ნაკირავების სახლი იქ მოდიოდა და ძალიან მახსოვს ერთხელ დამირეკა პირდაპირ ეს მარტო შევხვდით სადღაც კაფეში და ძალიან მალე დავუმეგობრდით და მართლა ამდენი წელი რაც ვიცნობდი, იმდენად მაწუხებდა ეს ფაქტი, ბოლოს კესარიასაც ვაწუხებდი ამ ფაქტით, რომ ანუ გავიგე მეუბნებოდა. ეს პოსტი რომ დავწერე, მე არ მქონდა ნანახი რომ თურმე ამ გადაცემას რაღაცნაირად დაემთხვა რა. მე ვიღაცები მწერდნენ, ლანძღავდნენ მთელი ამბავი იყო, მაგრამ ანუ როგორც არ უნდა გაველანძღე, როგორც არ უნდა რაღაცა დაეწერა ჩემთვის, რომ ეს როგორ ქენი თუ რაღაც, ანუ მე იმდენად ვადგინე ჩემ თავს ამ გადაცემით, რომ იმაზე მეტად მე ვერ მატკენთ უკვე ვერავინ და რაც არ უნდა დაეწერათ, მართლა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კესარიას და მე მახსოვს ტყვარზეც ერთხელ ეს უყვებოდი ვიღაცას, როგორ ან მართლა იმდენად მაწუხებდა, რომ ვერ გადავხარშე, მე თვითონ აღარ მაწუხებდა განსაკუთრებით, იმიტომ რომ მე თვითონ ახლა რაც მე ხო არ ვფიქრობდი ესე. და შენ მაშინაც არ ფიქრობდი ესე? ანუ შენ ტრანსფორმაცია განიცადე? თუ შენ აკეთებდი რაღაცას, რაც შენი ნების საწინააღმდეგო იყო, მაშინაც კი. ტრანსფორმაცია განვიცადე იმ ხრივ, რომ როგორი სამსახურიც არ უნდა იყოს, მე ამ სამართლის დროს აღვიქვავდი, როგორც აი ზუსტად ეს გრევა რო არ განმეცადა, როგორც როლს. რაღაცა პერსონაჟი, რომელიც რაღაცა აი ესეთ კითხვებს ეუბნებიან, რაღაცა ამ პერსონაჟი, მაგრამ აქ გადაცემას, იმიტომ რომ პატიოფ რომ რაც არ უნდა, აი ყუში მითხრეს და ეს თავის მართლება არის ის აი გამოგეძრო და მე რომ აი ეგ არის შენ თავს რომ არ უნდა უღალატო ზუსტად ეგ მომენტია, ეგ არის ალბათ ეგ გაკვეთილი უნდა გამევლო, როცა მე აღვიქვი რომ მე იმ დღეს ჩემ თავს უღალატე. იმ ყოფაში, იმ გარემოში, როდესაც განსაკუთრებით, ახლა კესარია, იმიტომ არის და არა იყო, ჩემთვის სამაგალითო შეიძლება აქციებზე არ დადიოდა და რაღაცას არ იქნება, მაგრამ თავისი ცხოვრების წესით იყო რევოლუციონერი, იმიტომ რომ შეძლო ის, რაც ძალიან ბევრმა ვერ გააკეთა, იყო ჯერ ერთი პირველი და ესეთი ადამიანი, როცა მოდის შენს გადაცემაში და იქ რაღაცა ობრაზში წამყვანი რაღაცა ან ძალიან დაბიო იყო, ჩემთვის ძალიან დაბიო იყო ეს ყველაფერი, მე და ეს მაწუხებდა მოკლედ და მიუხედავად ისა, რომ კესარიასთვის ეს ნათქვამი მქონდა, ალბათ მინდოდა სახალხო ბოდიშიც მომეხადა რა. სახალხო ბოდიშს კიდე სხვა როლი აქვს, სხვა დანიშნულება აქვს? ნუ ჩემთვის ეთყობა იმ მომენტში ქონდა, რომ მე მგონი შენ თავსაც ესაუბრებოდი, შენი თავი დაისაჯე. ხო, ანუ არ ვიცი, ცოტა აფექტში ვიყავი მაგ დროს და ძალიან ვერ გეტყვი რომ ანუ კესარია მაპატია. მე ვერ ვაპატია ჩემ თავს, ხვდები? თორე კესარიას მართლა ხო რა, ანუ არ უნდა უღალატო შენ თავს, ეს ყო იდეალური შემთხვევა, მაგალითი, როცა მე მივხვდი, რომ რა ტელევიზია, რაზე ლაპარაკობს საერთოდ რა, ანუ ადამიანს მე შემეძლო იქ მომეხთინა, პირიქით სხვა და დაჭრიდნენ როგორ გავუშვებდნენ, არ ვიცი, მაგრამ თუმცა მე მეუბნებოდა კესარია, რომ ჩვენმა მეგობრობამ მე თქვა და სოციუმში და თქვა კედო იქ სხვა ადამიანები რაღაცნაირად დამეხმარა. ეს ნათქვამი აქვს, მაგრამ თვითონ იმდენად მებრძოლი იყო, იმდენად მაგარი გოგო იყო, რომ აი მართლა ყველაფერი გააკეთა, რომ ხო რა, ანუ არ ვიცი გიჭერს ამ თემაზე საუბარი? ძალიან, აი იცი როგორ მეგობრობა გქონდა, ანუ არიან ადამიანები, რომელსაც ყოველდღე მეგობრები, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არიან შენი ცხოვრების ნაწილი. და სიხშირთაც არ უნდა გქონოდა, თქვა, მიმოწერა ან დარეკვა. მე მგონია, რომ ჩვენ ერთმანეთის იმედი მაინც გქონდა. სულ ერთი წელი არ გვენახა ერთმანეთი და ზუსტად ვიცი, რომ იცის როგორ მიყვარდა. და მიყვარს. და მეც ვიცი რომ ძალიან ვუყვარდი. ნანკა არის რამე, რასაც ნანობ და არ გააკეთებდი? ანუ კი, ალბათ არის. ხა ნუ თან შეცდომებით მე ვერ ვიტან ხოლმე ადამიანებზე რომ ქმნიან რაღაცნაირ აი ძალიან რო უყვარხარ ადამიანებს რაღაცნაირად უშეცდომ რაღაცა ყველაზე კეთილი, ყველაზე კარგი, ყველაზე და საშინელებას, სადღაც რაღაცა ეს საშინელებებსაც რო გიგონებენ
რატო არ მაწუხებს ეს ყველაფერი? ეს პირიქით ძალიან დიდ თავისუფლებას გაძლევს რა. რასაც გინდა იმას გააკეთებ რეალურად და აღარ გაქვს რაღაცნაირად ძალიან ფუმფულა, უშეცდომო რაღაცნაირი იმიჯი რა და მე არც მინდა ეგ იმიჯი რეალურად, იმიტომ რომ კომფორტის ზონაა ბევრად. წიგნი, რომელმაც შენი ცხოვრება შეცვალა. ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელი“. რა გაბრაზებს ყველაზე მეტად? უტიფრობა. როლი, რომელთაც ყველაზე მეტად ხარ კმაყოფილი? რაღაც ცნაური. ერთი? კმაყოფილი არა მიყვარს, არ ვიცი, აი ან მიყვარს მაშა, ძალიან მიყვარს ბოლო პერიოდის არ ნავიღებთ, იმიტომ რომ ყველა მიყვარს. ყველაზე საშიში სცენა შენს ცხოვრებაში? ეს ადამიანების აი არასაც უყურებთ რა ეს უსამართლობა. შენი იდეალური დღე როგორია? ჩემი იდეალური დღე იქნებოდა, როცა აღარც ვიცი როგორია იდეალური დღე. შეიდეალურად და სანერვიულო რომ არავის არ გაქვს. დანი ვინ გინდა რომ გამოვიდეს? შენი გადასაწყვეტი რა იყოს? ბედნიერი ადამიანი მინდა გამოვიდეს და რაც უნდა ის გააკეთო. ოდესმე გითქვამს მორჩა აღარ ვითამაშებ. სცენაზე? აი ახლა არ ვთქვით. შენ ცხოვრების რომელი ეტაპი გახსენდება ყველაზე კარგად? ბავშვობა. იყო თუ არა როლი, რომელმაც შეგცვალა პირადად? კი, როცა პირველად მივედი დოისთან და მაკულატურა დადგა, აი მან მივხვდი როგორ შეიძლება გამაჯანსაღოს ჩემმა როლმა ცხოვრებაში. სად არის ნამდვილი დრამა, სცენაზე თუ ცხოვრებაში? ცხოვრებაში უკვე ტრაგედია. დრამა აღარ არის. რა უფრო რთულია სცენაზე, ტირილი თუ სიცილი? ჩემთვის სიცილი. ანუ უბრალოდ სიცილი როგორც ტექნიკურად მიჭირს რა სიცილი. აი ნატო კაკახიძის სუმშურდა ხოლმე სპექტაკლებში რო გადაიკისკისებდა საჭირო რო იყო და გადაკისკისება საჭირო რო არ ამოდის. და ისე მსმენია რომ ლირიული გადახვევა რომ თეატრის მსახიობები საქვთ ის რაღაცა დრამატულობა, რომელიც კინოში არის ძალიან ხელის შემშლელი. ასეა? ვიცი რა, თანამედროვე თეატრში თუ ნახავ აღარ არის თამაშის ფორმაც და მანერაც და ყველაფერი იცვლება. აღარ არის ეს ну თუ განსაკუთრებით ამ ფორმაში თუ არ გინდა რომ ითამაშო. ამიტომ ძალიან მიახლოებულია. აღარ ჯერ არც იმაყურებელს შენ თეატრში მოსულს, იმასაც თავის ენაზე უნდა დაელაპარაკო და ელაპარაკე. კინო თუ თეატრი? თეატრი. და რატომ? იმიტომ ცოცხალი. რისი დრო წავიდა? კოცების ნანკა. გუნდა მე. ხალატის დრო უნდა წავიდეს. ზიზღის დრო უნდა წავიდეს. როგორ ნანკას არ იცნობს არავინ? არც ვიცი. ну თუ არ იცნობს, ჯობა ისევ არ იცნობდეს. ის დავიტოვებ ჩემთვის. არის როლი, რომელსაც არასდროს ითამაშებდი? არა, არ ვიცი, არ მიფიქრე ამაზე. სათხარ ყველაზე ნამდვილი? და ცნაურიც არ უნდა იყოს სცენაზე. ანუ იმიტომ რომ იქ აი ნანკას როგორცაც არ იცნობს, ის არის ზუსტად ის სათქმელი, რომელიც შეიძლება სცენაზე როლით გამოხატო და ცხოვრებაში არ ქნა. ყველაზე უხერხული სიტყვა, რაც სცენაზე გითქვამს. ყურში ხორჩავდო ხელი. არა, უხერხულზე არ იყო, უბრალოდ აი პეტრა ფონკანც რო თამაშობ და ტელეფონზე საუბრობ და ჩაო უნდა თქვა და უცებ აი ამ გერმანულ პიესაში და კაი საყვარელო ჩაო და კაი პაკა. და ვეთქი იმედია ვერავინ ვერ გაიგო. პაკა. პაკა თქვი. ამას აი ხო რა რასაც წამოვწ. და რას ეტყოდი 20 წლის ნანკას დღეს? 20 წლის ნანკას ნანკა მიხარია რომ შენში რაღაცა მოქალაქეებრივი პასუხისგებლობა გაჩნდა, იმიტომ 20 წლის ასაკში ესე მძაფრად რა თქმა უნდა შენში ეს არ იყო. ოჩახ ნანკა.
ჩვენი ერთი რუბრიკა არის კიდე ChatGPT-ს კითხვა და ეხლა შენს თვალწინ კითხავ ChatGPT-ს რა ერთ კითხვას დაუსვამდი ნანკა კალატოჟიშვილს გადაცემის სტუმარი რომ იყოს. ChatGPT მიცის უკვე რომ მე ვარ ჟურნალისტი. შენ ხარ ჩემი სტუმარი. ძალიან კარგიო. როცა სცენაზე ხარ და ყველა გიყურებს, ვინ გინდა რომ არ გიყურებდესო? რა? ნახე როგორი კითხვა მოიფიქრა. მე მინდა რომ არ ვიცოდე ვინ მიყურებს. ამიტომ არ მიყვარს დაპატიჟება ხოლმე ჩემს სპექტაკლებს. მართლა? არ მიყვარს როცა კონკრეტული ხდება მაყურებელი. ეხლა მაგალითად რო იცოდა რომ მე ვარ სპექტაკლზე და გიყურებ გძაბავს ეს? არა, უბრალოდ ძალიან კონკრეტული ხდება მაყურებელი რა. და მე მომწონს რომ ეს ერთიანია. აი ოჯახის წევრებს რომ ეპატიჟები რაღაცა ხო? ანუ კი აი ძალიან კონკრეტული ხდება და აი გარმომწონს. გიშლის ხელს ეს თამაში? უკვე რაღაცა ზედმეტი ინფორმაციაა, რაც არ მინდა რომ ვიცოდე. ძალიან საინტერესო პასუხი იყო და ძალიან კარგი კითხვა მოამზადა. თურმე ამასობაში. ChatGPT-მ ამასობაში ერთი კიდე მნიშვნელოვანი ამბავი გავიგე შენზე. ძალიან საინტერესო რუბრიკის დრო დადგა 3 მინუტი 3 ისტორია და ვხედავ მაიმუნს ნანკას ხელში. ეს არის ალბათ 40 წლის უკვე მამა პატარა ვიყავი 3 რუბლი და 70 კოპეიკა ასა ფასცე გაქვს. ეს არის ჩემს საყვარელი მაიმუნი, რომელსაც ბავშვებსაც არ ვაძლევდი ხოლმე რა. აი გამიფუჭეს. და ეს დადიოდა რა. კაი და ერთხელ წაიღო ჩემო ძვიშვილმა და მოუკვდინარულობით სანამ არ დამიბრუნოს ვიტო. აი ტიპიური საბჭოთა მაიმუნია. აუ რაღაც მულტფილმი რო იყო მაიმუნი, ბევრი შვილები ძალიან მიყვარს და მართლა არის, არ ვიცი, 6-5. გახსოვს ეს მულტფილმი საბჭოთა მაიმუნი, ბევრი შვილი, საწყალი მაიმუნი დედა. ცოტა ჩემ თავს მაგონებს და ცოტა გავარი იმას, აი რაღაც გრძელი ხელები აქვს და ბევრი შვილები ყავს და აი ზუსტად ასე ვარ ხანდახან და ისეთი გულის ამაჩუყებელია ხა. მე ჯენზე ვერ მიხვდება, ეხლა რას გრძნობ, როცა ვუყურებ ამ მაიმუნს. რაღაცები არის, რასაც უკვე ჩვენ თავს ვეღარ გადავაკეთებთ და ნოსტალგია გვაქვს აი ესეთი საბჭოთა ისტორიაა და ხა ნივთების და მულტფილმების ბავშვობა გამართ. ძალიან საყვარლობა. ეხლა ვფიქრობ, რომ მე მგონი აი ზუსტად ამის თანამაიმუნი მქონდა თუ უბრალოდ მახსოვს ეს მაიმუნი. ჩემს მაყურებელს ვთხოვ, რომ დაწეროს კომენტარებში, ვის აქვს კიდე ასეთი მაიმუნი, იმიტომ რომ მე მგონი გავრცელებული იქნებოდა, ხო ყველაფერი ერთნაირი იყიდებოდა მაშინ სათამაშოებიც. ხო და ამას ვინახო. ზოგადად გაქვს მიჯაჭვულობა სათამაშოების მიმართ, ძველი სათამაშოების. არა, ორ სათამაშო, ერთი არის ეს და მეორე არის ჩემო ძმა მაჩუკა. მომიყევი როდის გაჩუქა ეს მაიმუნი და რა ეს საიდანაც ჩამოიტანა, ანუ სადღაც იყო მივლინავით მე მგონი წასული და ხო რა 40 წლის ალბათ პირველ კლასში ვქნებოდი ან 5 წლის არ მახსოვს. ჩემ ხელა მაიმუნია. ანუ 41 წლის ხდება. და მაშინ აი მოძრაობს და რაღაცა ამბავი. არა 41 არ ვახტებით მაგცი. ხო და ძალიან მიყვარს და მართლა რატო გადავწყვიტე ხო ახლა ალბათ ჩემ ძმის ერთად უნდა გავრთობიყავი და გადავწყვიტე ჩემი ეს მაიმუნი და მას მე ეს ამდენი წელი მაქვს მე. არც ჩემ შვილს დიდად არ ვაკარებდი. და არ ჩხუბობდით შენ და შენი ძმა ნივთებზე? ტყუპები ხართ თან? შენი ძმა ძალიან მიყვარს, ძალიან სიმპათიურია. არა. მართლა? არა, მე ჩემ პისტოლეტი მქონდა. იმას მქონდა თავის მაიმუნი, თუ ეს ერთი იყო? ეს ერთი იყო. მაგრამ ეს ერთი იმ მომენტში შეიძლება ერთად თამაშობდით, მაგრამ გავიზარდეთ, ხა იმისთვის პასეულობა დაკარგა და მე მას მერე ესე დავინახავ სათუთად ამ მაიმუნს. სამიყვარს. რამე ხო არ ქვია მაიმუნს? ნანკა რა შიტა. მე მგონი დროა რომ ამ მაიმუნს რამე დაარქვა სახელი. 40 წლის შემდეგ იმსახურებს. 40 წელი რომ მაიმუნი გაქვს ადამიანს, ის უკვე რაღაცა სახელს იმსახურებს და ხო და ჩიტა. ჩიტა. ძალიან კაი. ეს არის თანამედროვე საქართველოს ისტორია.
რომელიც აუცილებლად მგონია რომ მოვადრო და წიგნად გამოიცემა. ეს არის ყველა ის წერილი, რომელიც ჩემმა ნიკუშა კაცია, ახობაძემ, რეზიმ, არ ვიცი. აი ძალიან მნიშვნელოვანი ხო რა საქართველოს თანამედროვე ისტორია, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ გოშაძის წერილები და ასე შემდეგ. რას წერენ ხოლმე, რა თქმა უნდა, შინაარსს აი ნიკუშა კაცის უბრალოდ შეხედე რამდენი გული. აი ეს ნახატი, უბრალოდ ნანი მოგვცა სასამართლოზე. ეს დღე ალბათ ყოველთვის მემახსოვრება და ნანი როგორ მედგრად იდგა და აქეთ როგორ გვამხნევებდა. ნანი წულაია? იყო შენამდე ნანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. და არ ვიცი, ეს მგონია რომ აბსოლუტურად ყველა რამდენი წერილი აქვს თან დაწერილი, ეს იქნება თანამედროვე საქართველოს ისტორია, ეს იქნება მაგალითი ზუსტად იმ ბრძოლის, რადგან უნდა გაიზარდო მომავალი თაობები. ამიტომ ძალიან წარსულიდან არ წამოვიღეთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც შევინახავ ასევე წლები არის ეს, იმიტომ რომ ეს იქნება ჩემ შულსაც რო გაიზარდება კი გვანახებ და დიდი მეტი მაქვს რომ ისიც რას წერენ ხოლმე, რა არის ის, რაც ყველა წერილში იგრძნობა ნანკა? ყველა წერილში იგრძნობა ის, რომ აი თავარი მათთვისაც არის ის, რომ არ გადყდე. მე ანუ იმიტომ არიან ჩემთვის გმირები და სამაგალითოები, რომ იქიდანაც კი ყველაზე ძლიერები არიან. ყველაზე ადეკვატურები არიან და ბრძოლის უნარიანები არიან და მართლა ან სასამართლოზე როგორ იქცევიან ან ზოგადად მე ხარ რა ვიცი პოლიტიკოსებს არც ერთ ხელი რო არ დაადო და ვერ გატეხეს ვერც ერთი და ვერავინ. ამიტომ ამ ადამიანების ღალატი ჩემთვის არის ყველაზე წარმოუდგენელი რამ. ეს არის ჩემთვის საქართველოს თანამედროვე საქართველოს ისტორია. ნიკუშა კაცია მომწერა წერილი და იცი რა ეწერა, რომ აი საღამოობით უფრო შემოგვაწვებაო აქ სევდა და დარდიო და რო გავიგებთ რომ რუსთაველი იკეტებაო, ახალი ბრძოლის ჟინი შემოგვიტევსო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენიო და ახალი იმედი მოგვეცემა ხოლმეო. ყველა აბსოლუტურად ყველა მაგას გწევს და თან გამხნევს. ეს არის ბოლო როლი, რომელზეც დავიწყე მუშაობა დოისთან ერთად. ამას თან რაღაცა დაემთხა შავია. მე ვეძახი მკვლელობას, რომელიც ჩაიდინეს. მკვლელობის დოკუმენტი, რომელიც თიკა რუხაძემ ჩემთვის ჩაიდინა მკვლელობა. იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თეატრი მოკლა. ანუ რა გააკეთა, ხო? გაიხსნა, რამე გააკეთა, ანუ რასაც გედავებოდა და რასაც გეუბნებოდა რომ რატო არ აკეთებ, რეალურად 4 სპექტაკლი იყო ჩაშვებული, ეს არის ჩემი როლი და ამ ეტაპზე დოკუმენტი მკვლელობის. მაგრამ რაღაცნაირად რა როლი არის? ეს არის სეილემის პროცესს ვიწყებდით და რა ვიცი ძალიან მე თუ მკითხავ ძალიან დროული სათქმელი არის ამ პიესაში. და ვიყავი ელიზაბეტის როლში, მაგრამ ნუ ეს ვინახავ როგორც ფაქტს, ჯერ აუცილებლად მაინც გავიყვანთ ამას ადრე თუ გვიან ბოლოში მე მჯერა და სათქმელს მაინც ამ სათქმელით ან ამ სხვა სათქმელით დავბრუნდებით, მაგრამ ამ ეტაპზე თიკა რუხაძის მკვლელობის დოკუმენტია. ძალიან დიდი მადლობა ნანკა, ძალიან საინტერესო მოსაუბრე ხარ შენ. მადლობა მინდა გითხრა შენი ბრძოლისთვის, შენი თავდადებისთვის და იმისთვის, რასაც აკეთებ, იმიტომ რომ მე მესმის რომ უხერხულობას იწვევს შენში ეს მადლობები, საქებარი სიტყვები, მეც არ მიყვარს სხვათა შორის მაამებლური რო ვარ ხოლმე ვინმეს მიმართ, პირდაპირ გეტყვი, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვერ გავექცევი და მე მგონია რომ ეს უნდა ვთქვა აუცილებლად. მადლობა ყველაფრისთვის. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ნანკა კალატოზიშვილი. იმედია საინტერესო 1 საათი გაატარეთ ნანკასთან ერთად.
ერთად. მე გემშვიდობებით ასე აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი, ყველგან ვართ. გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე.